ქართულმა ოცნებამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლას ჯანიაშვილს მეოთხედ გამოუცხადა ნდობა და იგი კვლავ მერობის კანდიდატად იყრის კენჭს. რას პირდება ამ მომრჩევას თემაზე ვრცლად ნიკოლას ჯანიაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო ნიკოლოს, რას პირდებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ამ მომრჩევას მომდევნო 4 წლის განმავლობაში? მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ამ მომრჩეველს პირდებით იმ ხაზის და იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რა ხაზსაც და პოლიტიკასაც ქართული ოცნება და ჩვენი გუნდი დედოფლისწყაროში ატარებდა. ეს არის ზრუნვა თითოეულ ამ მომრჩეველზე, ზრუნვა თითოეულ დედოფლისწყაროელზე, იმ პოლიტიკის გატარება, როდესაც თავარი ჩვენთვის არის ადამიანი, მიუხედავად იმისა, იგი მოშორებით ცხოვრობს მუნიციპალური ცენტრიდან თუ დედაქალაქიდან თუ ახლოს, პატარა სოფლის მაცხოვრებელია თუ დიდი სოფლის მაცხოვრებელია, გაგრძელდება ის აღმშენებლობა, რომლებიც ჩვენთან დაწყებულია, გაგრძელდება შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და ასფალტირება, გაგრძელდება და დასრულდება სასმელი წყლის წყალმომარაგება და ეს პრობლემები აღმოიფხრება, ზრუნვა ჩვენ სკოლამდელ აღსაზრდელებზე, ჩვენ ბავშვებზე, ბაღებში, ზრუნვა ჩვენს მოსწავლეებზე, სკოლებში. მე ადრე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს აღვნიშნე, რომ დედოფლისწყაროში 15 სკოლა, საიდანაც 9 ან ახლად აშენებულია, ან სრულად რეაბილიტირებულია ქართული ოცნების პირობებში და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ სხვა წინა მთავრობას დამოუკიდებლობის წლებში 9 და 5 და 3 კი არა, ერთი სკოლაც კი არ აუშენებია და სრული რეაბილიტაცია, განახლება არ ჩაუტარებია. ანალოგიური მდგომარეობა ბაღებზე, ანალოგიური მდგომარეობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ანალოგიური მდგომარეობა არის საავადმყოფოზე. ჩვენ ქართულმა ოცნებამ ახალი საავადმყოფო ააშენა და ის საშინელი მდგომარეობიდან მეტპერსონალი გამოიყვანა და ჩვენი პაციენტები რამოდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრი ბრძანდებოდა, რომელმაც დაანონსა, რომ ძალიან მალე დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დამატებითი სერვისების განხორციელებაც მოხდება, რაც კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის ჩვენს მაცხოვრებლებს, რადგან აღარ მოუწევთ სხვა მუნიციპალიტეტებში წასვლა სამედიცინო სერვისების მისაღებად და ჩვენი პრიორიტეტი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იქნება სოფელ არბოშიკში ახალი სკოლის შენებლობა. ჩვენ გუშინ მქონდა სოფელ არბოშიკის მოსახლეობასთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზეც განვაცხადეთ, რომ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სწორედ არბოშიკის სკოლაა და როგორც ზემო მაჩხაანში, როგორც ოზაანში, როგორც დედოფლისწყაროში, ზემო ქედში, სამთაწყაროში, სამრეკლოში ავაშენეთ ახალი სკოლები, ზუსტად ასეთივე ახალი სკოლა და ლამაზი და კოხთა სკოლა აშენდება ჩვენი არბოშიკელი აღსაზრდელებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი დაპირებები. ბატონო ნიკოლოზ, როგორ შეაფასებთ თქვენ საქმიანობას? ჩემი როგორც მერის საქმიანობა უნდა შეაფასოს მოსახლეობამ არჩევნებზე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე მეოთხედ გამომიცხადა ნდობა მმართველმა პარტიამ, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო მათ და ასევე ჩვენს მოსახლეობას განვლილ სამარჩევნებზე გამოცხადებული ნდობისათვის, როდესაც საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა 86% და 70% ასეთი მხარდაჭერა გამოხატა ჩემმა დედოფლისწყაროელებმა. გასული სამი არჩევნები აჩვენებს, რომ მერის საქმიანობა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან დადებითად არის აღქმული და ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ მეოთხე არჩევნებზე 4 ოქტომბერს დადებითად შეფასდება და ეს ყველაფერი გარდაისახება და გამოვლინდება მოსახლეობიდან მოცემულ ხმებში. რა პრობლემები და გამოწვევები რჩება მუნიციპალიტეტში კვლავ? ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენთვის არის სასმელი წყლის ხარისხის და 24 საათიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა, რომლის გადაჭრისკენ უკვე გიგანტური ნაბიჯები გადადგმულია, თანხები გამოყოფილია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს შესაბამისი ტენდერი და გამარჯვებული კომპანიაც არის, რომელიც დედოფლისწყაროს წყალმომარაგების სისტემაზე მდინარე იორზე დააყენებს სპეციალურ საფილტ მოწყობილებებს, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და სტანდარტების შესაბამისობას, რაც ერთხელ და სამუდამოდ აღმოხდის ამ პრობლემას, ხარისხის პრობლემას და ხარისხის გამოსწორებასთან ერთად მოხდება გადასახადების დაბრუნება, რომელიც ეხლა ამ წუთისათვის დედოფლისწყაროში გაუქმებულია და გადასახადის დაბრუნება თავის მხრივ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომ დღეს, როდესაც გადასახადს არავინ არ იხდის, არ
ხდება მოფრთხილება და წყლის მოხმარება ძალიან გაზრდილია, თუ კი საშუალოდ ადრე ოჯახები 30-40 ტონა წყალს ხმარობდნენ, რიგ შემთხვევებში 250-300 ტონასაც ხდება მოხმარება, რაც იწვევს უკვე შეფერხებებს 24 საათიან წყალმომარაგებაში და ამ გადასახადის აღდგენით მოხდება ეკონომიური, რაციონალური მოხმარება წყლისა, რაც დაგვაბრუნებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე, ისევე როგორც გასულ წელს იყო დედოფლისწყაროს, ქალაქ დედოფლისწყაროს შემთხვევაში. და ჩვენი თავარი გამოწვევა და მთავარი ამოცანა რის გადაჭრისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ეს არის 24 საათიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ქალაქი დედოფლისწყაროს ჩათვლით და სოფელი ზეომაჩხარიდან დაწყებული სოფელი საბათლოთი დამთავრებული. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.